საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი კიდევ ერთი ვალდებულება შეასრულა და ის ევროკავშირის საერთო სატრანზიტო ქსელს შეუერთდა. სიახლე გულისხმობს სატრანზიტო ტვირთისათვის ბიუროკრატიული პროცედურების გამარტივებას, რაც გამოიხატება იმაში, რომ აზიიდან ევროპაში და პირიქით ტვირთის გადაზიდვისას კომპანიას საქართველოში დამატებით ახალი დეკლარაციის შევსება აღარ მოუწევს. არსებობს სხვა სარგებელიც აღნიშნულ სისტემაში ჩართვით ქართული სადაზღვევო კომპანიები და ბანკები დამატებით ფინანსურ შემოსავალს მიიღებენ. აღნიშნული არის NCTS-ის პროგრამა, სისტემა, რომელთაც დღეიდან უკვე დავიწყეთ მუშაობა. ამ სისტემით ვცვლით ლაივ რეჟიმში 36 ქვეყანას შორის ინფორმაციას. მონიტორზე გახსნილი ეს პროგრამა უმრავლესობისთვის ალბათ არაფრით საინტერესო და მხოლოდ საოფისე ვიზუალის მქონე კომპიუტერია. თუმცა რეალურად ქართული საბაჟო სისტემისთვის ისტორიის ახალი ეტაპია. ამ პროგრამით საქართველოს ევროკავშირისა და კიდევ 8 სახელმწიფოს საერთო სატრანზიტო ქსელში ჩაერთო. ფორმალობები ბევრად მარტივდება, დრო მცირდება აღნიშნული ფორმალობებისათვის და ვფიქრობ, რომ მეტად წინ გადადგმული ნაბიჯი არის აღნიშნული პროგრამის შემუშავება და დღეიდან ველოდებით საბაჟო ფორმალობების სამთო გამარტივებას. უახლოვდებით ევროკავშირის სტანდარტებს აღნიშნულ პროცედურებთან დაკავშირებით და ვიზიარებთ ამ პროცედურებს. საქართველოს სატრანზიტო ქვეყანაა და ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებადობის კუთხით მაღალი ამბიციები გააჩნია. საქართველოს გავლით ერთი კონტინენტიდან მეორეზე წლის განმავლობაში მრავალი ტონა ტვირთი გადაიზიდება. დღემდე მაგალითად აზიიდან ევროპისკენ წასულ სატრანზიტო ტვირთს საქართველოში შემოსვლისას ახალი დეკლარაცია უნდა გაეკეთებინა, რომელიც მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე გამოადგებოდა და მაგალითად თურქეთის საზღვარზე ტვირთისთვის კიდევ ახალი დეკლარაცია უნდა აეღო. თუმცა 2025 წლის 1 თებერვლიდან, ანუ დღეიდან ეს პროცედურა გაცილებით გამარტივდა. დღეიდან გამოვჩდით დილის 10 საათიდან ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოების NCTS სისტემაში და შეუძლიათ უკვე საქართველოს საბაჟო გამშვეპუნქტების დანიშნულებით გამოვშვან ტვირთები. დასავლურ სატრანზიტო საბაჟო საქმეში არსებობს სისტემა NCTS. ეს არის ევროკავშირისა და კიდევ 8 სახელმწიფოს, მათ შორის დიდი ბრიტანეთის, ირლანდიის, შვეიცარიის, სერბეთის, უკრაინისა და თურქეთის ერთიანი კომპიუტერიზებული სისტემა. NCTS-ით ყველა ეს ქვეყანა ექსპორტსა და იმპორტს ფაქტობრივად ერთი ფანჯრის პრინციპით და ერთი დეკლარაციით მართავს. მარტივად რომ ვთქვათ, მაგალითად გერმანიიდან სახმელეთო გზით თურქეთში სატრანზიტო ტვირთი იგზავნება. გერმანიაში ამ ტვირთზე შეიქმნება დეკლარაცია. ტვირთმა რამდენიმე ქვეყნის საზღვრები უნდა გადალახოს. მაგრამ ამ ქვეყნებში ახალი დეკლარაციების შექმნა აღარაა საჭირო, რადგან ყველა NCTS სისტემის წევრია. სწორედ ამ სისტემის წევრი გახდა დღეიდან საქართველოს NCTS-ის 36 წევრი. ეს გახლავთ შესაძლებლობების ფანჯარა, ჩვენი ექსპორტიორების, იმპორტიორების ტრანზიტში ჩართული ან სხვა საბაჟო ფორმალობაში ჩართული პირებისათვის, რომლებსაც ექნებათ ასე ვთქვათ შესაძლებლობა გამარტივებული საბაჟო პროცედურები გამოიყენონ, ურთიერთაღიარებული გარანტიები გამოიყენონ, ორგანიზებული გადაზიდვები განახორციელონ და ჯამში რაც არის ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი დაზოგონ დრო და ფინანსური რესურსი. NCTS-ის სისტემას კიდევ ერთი ბენეფიტი აქვს. მაგალითად, შუა აზიიდან ევროკავშირში საქართველოს გავლით სახმელეთო სატრანზიტო ტვირთმა უნდა გაიაროს. ამ ტვირთს ცხადია დაზღვევა ჭირდება. კომპანიები ტვირთის დაზღვევას NCTS-ის წევრ პირველივე ქვეყანაში აკეთებენ, რაც ამ შემთხვევაში თურქეთი იყო, მაგრამ დღეიდან აზიიდან წამოსული ტვირთების დაზღვევა უკვე საქართველოში მოხდება. შესაბამისად, ეს ქართულ სადაზღვევო კომპანიებსა და ბანკებს დამატებით შემოსავალს გაუჩენს, რაც აქამდე უბრალოდ არ არსებობდა. აქ იყო უამრავი ტექნიკური საკითხი, მთლიანად ახალი პროგრამა შეიქმნა, დაიწერა, გაიტესტა. ჩვენ ყავდა არაერთი მისია ევროკომისიიდან, რომელმაც ჩაატარეს შესაბამისი მონიტორინგის სამუშაოები, შეაფასეს ყველა კომპონენტი, უსაფრთხოების ნაწილი, კანონმდებლობის ნაწილი, პროგრამული გამართულობის ნაწილი, ადამიანების გადამზადების ნაწილი და ამ ყველაფრის შემდეგ მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ჩვენი ქვეყანა მიერთებინათ ამ კონვენციისთვის და ჩაერთოთ ერთიან სატრანზიტო სისტემაში. NCTS-ის სისტემა ყველაზე მეტად ექსპორტ-იმპორტში ჩართული კომპანიებისთვის გაამარტივებს გადაზიდვას, რადგან ერთი დეკლარაციით ისინი 36 ქვეყანაში გადაზიდავენ საკუთარ პროდუქციას, რაც მათ დროსა და ფინანსებს ზოგავს. საბაჟოები კი უფრო მარტივად აკონტროლებენ ტვირთის გადაზიდვას ლაივ რეჟიმში. NCTS-ის წევრობა საქართველოს ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების ვალდებულებაა, რომლის შესრულებაც საქართველოს 2018 წლიდან დაიწყო. საქართველოს საბაჟო სისტემის NCTS-ის სტანდარტთან მიყვანა, როგორც საკანონმდებლო, ისე ინფრასტრუქტურის ან კადრების გადამზადების კუთხით მთლიანად ევროკავშირმა დააფინანსა.